ზუსტად ვიცი რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ეხლა რასაც გასწავლით. აბსოლუტურად ყველა მარისთორად ჩემი გამომწერი კეთილმოსურნე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მე თქვა ვერ ვიმაწვინე, თქვენ გადაეცით, ვინც გეზვირფასებად. საქმე ეხება ჩვენს გამასუფთავებელს, ჩვენი ნეგატივების მტერსასროც და გადამყლაპავს ისევ და ისევ მარილს შემოზვირფასებო. ის ხო გასწავლეთ რომ საწოლის ქვემოთ დაახლოებით 3 დღე მაინც უნდა გქონდეთ. ნუ ჩემი ძველი ვიდეოები გადაფუსვეთ და აუცილებლად აღმოაჩენთ და მე პირადად ეხლა ამის გამოცდის ეფექტში ვარ და ძალიან მოხიბლული ვარ და მადლობას ვეტყვი მას. ეხლა გასწავლით ახალ მეთოდს. აი საღამოს როცა მიხვალთ სახში, დაღლილები, დატვირთულები, მთელი ამდენი ამაოების ბაზრისგან და ფუსფუსისგან და მთელი თემები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გადაიტანეთ, გააკეთეთ ესეთი მარტივი რაღაცა. აიღეთ მარილი, ძალიან კარგი იქნება თუ იყიდით ჰიმალაის მარილს, ну ახლა იყიდება, არ არის არანაირი პრობლემა და დაასველეთ და მთელს ტანზე შეიზილეთ. ეს შემოძვირფასებო გამოიყენეთ როგორც სკრაბი. აი როგორც სკრაბს იყენებთ ხოლმე, ზედმეტი ასე ვთქვათ, ჭუჭყის მოსაშორებლად, კანზე დაგროვილი არასასურველი მასის შემოსაშორებლად, დაახლოებით ისე წარმოიდგინეთ, რომ არასასურველი ენერგიების მოსაშორებლად ხართ ახლა გამწესებული და ორიენტირებული და ხოლმე თელს ტანზე ეს ყველაფერი წაისვით და შემდეგ შეგიძლიათ აბაზანაშვილსაც შევხვალ, ძირსაც დავაროთ, ფეხებით შედგეთ და უთხრათ რომ მარილო წაიღე ყველაფერი ცუდი და ნეგატიური რაც მაქვს და რაც ჩემია დამიტოვე. მე რასაკურველია დავიბანთ ამ ყველაფერს, ამ ჩემს მარილს სკრაბს ჩამ თუ არა გაქვთ მოკლედ ეს ჰიმალაი ჩვეულებრივი მარილი გამოიყენეთ. ჰიმალაი უფრო ეფექტური და უფრო მინერალებით სავსეა და სხვა თემაზედაც მოიხდებათ და 40 ჯერ გადავხადეთ. მადლობა გაწმენდისთვის. მადლობა გაწმენდისთვის ასე 40 ჯერ გააკეთეთ აუცილებლად. ეს ერთი. მოკლედ გასუფთავებული და ისე ტკბილად დაიძირებთ, ისე ტკბილად ვეგაიღვიძებთ და გათმაგებული ენერგიებით შეუდგებით საქმის გაკეთებას, აი ასე რამდენიმე დღე რო გაიმეორებთ, აუცილებლად გაგახსენდებით და მოტრიალდებით და ამ ვიდეოს ლაიქს დაუსვამთ. მანამდე არა. არა. ვიღაცას უკვე ჯერა და უკვე ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობს და სენსორულ ეკრანს თითს უკვე აჭერს. დიახ, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, მარტივი, ბანალური ჭეშმარიტება, რომ უნდა გავცოლოთ ენერგიები, გავცოლოთ ინფორმაციები და მივიღოთ ორივე მხრიდან სარგებელი. ეხლა რაც შეეხება მეორეს, მარტო ესე ერთი ვერსიით არა ვართ მოსული. დავიხმარ აწუკვე სხვა სიტუაციებისათვის განკუთვნილ მეორე რიტუალს, რომელიც ჩვენს ოჯახებში დოვლათსა და მატერიის მოზღვავებას უზრუნველყოფს. აი მარტივად არის საქმე, ავიღოთ ჭიქა, რომელშიც ერთ მუჭს ჩავყრით ბრინჯს, ჩვეულებრივი ბრინჯს ჩავყრით, ესაც მოხვდება ერთ მუჭში ჩავყრით და ზემოდან ერთ მწიგ პატარა შაქარსაც დავაკრით. აი ესე. ძალიან ჩვეულებრივად მერი ავიღებთ და დაფარულ ადგილზე, სამზარეულოს რომელიმე კუთხეში ან კარადაში შევდებთ, სხვისგან დაფარულ ადგილზე და დაფარულად იმუშაოს ცუდი რაღაცების განეიტრალებისათვის. და რასაკურველია, ძალიან მარტივად რამდენიმე წინადადებით ვთხოვთ. სიმდიდრეს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან. რასაკურველია, როგორც უკვე მოვილაპარაკეთ, ვდებთ სხვებისაგან და უნახავ ადგილზე. ხანდახან ესეთი გამონათქვამი მუშაობს, რუსებს აქვთ ესეთი შაშა ლუბის ჭირშინო ბედნიერება უყვარს სიჩუმე ხო და ასე რაღაცები მოდაბაით სხვების დასანახავად არ გამოდი. უბრალოდ ეს არ შეხედოს სხვა, თორე ისე შეგიძლიათ ინფორმაციის სახით. აი ეხლა ეს ვიდეოც აიღოთ და ლაიქოთ. გააზიაროთ და უთხრათ რაც შეიძლება მეტ ადამიანს. მოკლედ ასე, სხვა რა გითხრათ, გაგახაროთ, ისევ და ისევ
არ გიგონოთ რომ სხვა თემა არა მაქვს, უბრალოდ ზუსტად ვიცით თქვენაც გჭირდებათ და მოვდივარ აი ესე პრაგმატული თემებით, აქტუალური თემებით და ამიტომაც ისევ და ისევ ტრიალებ უკვე ჩემგან გამოცდილ მეთოდზე. კი ბატონო, დანარჩენ გარდა ამისა, ვისაც უნდათ ჩემი ნახვა, ძალიან მარტივია, იცით როგორ და რა ვითარებაში უნდა მომძებნოთ, სად უნდა მომწეროთ, ტაროზე ისევ და ისევ გრძელდება. ახალ-ახალი მოდის და მოდის ჩემთან დასტები და ყველასთან შესაფერისად, ყველა ადამიანის ენერგიასთან შესაფერისად მუშაობს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. დახმარებები და ასე შემდეგ, როცა პირადში შევხვდებით აუცილებლად ვიმუსაიფებთ. მომწერეთ, არ დაგესაროთ 24 საათის განმავლობაში თეა თქვენ სამსახურში, ღამის 2 საათში მომთხოთ ტაროს გაშლას. ასეთებიც ხდება. ღამის 2 საათზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან გიყვარვართ და გეიმედებით. კაია. დილას კაი ხასიათები ვიღვიძებ, მე როცა ვიღაცის იმედი ვარ. კოსმეთ გეხვევით, დიდი სიყვარულით თქვენ თეა.